Koalitsiya Lelo ძლიერი საქართველოს ლიდერების წინააღმდეგ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ დაკავებას არ გამორიცხავენ. ოცნების პროკურატურა არ მალავს, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მკაცრ სასჯელს მოითხოვს, თუმცა არ აკონკრეტებს, ეს იქნება ჯარიმა თუ ციხე. დღეს არსებითი განხილვის პირველი დღეა მამუკა ხაზარაძის საქმეზე უკვე გამოკითხეს მოწმე მომდევნო სხდომაკი, რომელიც უკვე სავარაუდოდ ბოლო იქნება 12 ივნისისთვის ჩაინიშნა. ამ წუთებში უკვე ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა დაიწყება. ქეთინა დიბაიძე შემოგვიერთდება ახლა სასამართლოდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. დავიწყებ მამუკა ხაზარაძის სხდომით. პირველი სხდომა დასრულებულია და შესაძლოა მეორე სხდომა უკვე აღმოჩნდეს ბოლო, რადგან მოწმეების გამოკითხვა პროკურატურამ დაასრულა. შემდეგ სხდომაზე გაირკვევა მამუკა ხაზარაძე მოწმის სტატუსით მისცემს თუ არა სხდომათა დარბაზში ჩვენებას და ასევე დაიწყება უკვე მხარეთა დასკვნითი სიტყვები, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი საქმე გადადის დასკვნით ეტაპზე და შემდეგ ერთი სხდომა შესაძლოა ამ ყველაფრისთვის იყოს უკვე საკმარისი და მოსამართლე გავიდეს უკვე გადაწყვეტილების მისაღებად. პროკურატურას მხოლოდ ორი მოწმე ყავდა მამუკა ხაზარაძის საქმეზე. ეს არის ერთი პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, რომელმაც თია წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჩაიბარა, რითიც ის ითხოვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში და პროკურატურის მეორე მოწმე ასევე იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც თია წულუკიანის დავალებით შეტყობინება გაუგზავნა სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს. თავად ხაზარაძემაც მიმართა სასამართლოს, უთხრა რომ ის ბრალს არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ მან შეგნებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თეა წულუკიანისთვის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ბრალს მას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან თეა წულუკიანს ის არ აღიარებს ლეგიტიმურ დეპუტატად, პარლამენტს ლეგიტიმურ პარლამენტად და შესაბამისად საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმურ ფორმატად. ამის გამო მან მიიღო სწორედ შეგნებულად გადაწყვეტილება, რომ არ გამოცხადებულიყო თია წულუკიანის სხდომაზე. პროკურატურამ კი დღეს შესავალ სიტყვაში სასამართლოს მიმართა, რომ ხაზარაძე არის დამნაშავე და როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ამ საქმის პროკურორების განცხადება, მკაცრ სასჯელს მოითხოვს ბრალდებულების შემთხვევაში. ყველა ამ საქმეზე, ყველა ამ საქმეს ყავს ერთი და იგივე პროკურორი. ეგრეთ წოდებული კომისია შექმნილია ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ და ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი იმიტომ არის ეგრეთ წოდებული, რომ მისი ლეგიტიმაცია არ არის აღიარებული დასავლეთის ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მიერ. რატომ არის ეს უკანონო? რომ იმიტომ რომ ერთი პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის არალეგიტიმური და მეორე კონსტიტუციის თვალსაზრისით დარღვეულია კონსტიტუცია. იქ ოპოზიცია არ ზის. როცა არალეგიტიმურია კონსტიტუციასაც არღვევ და თავზე მახويب იმას რომ ესე თქვა გინდა თუ არა ამცასებით იცხოვრე, მე გეუბნები რომ ამცასებით არ ვიცხოვრე, წულუკიანი რატო არ მოიყვანეთ სასამართლოში კითხვა. ადამიანი რომელიც არის არაგანონიერი კომისიის ხელმძღვანელი, ადამიანი რომელიც დამიბარა სიგნალის მისი მოადგილეს თანაშემწის სიგნალის ესე თქვა ჩატი დამიბარა მოდიო სიგნალი და ჩემი დაკალია თუ ვინ არის გეუბნები სიგნალი გამოგზავნე მოდიოს კომისიაზე. ან ოქმი არსებობს, ან არაგანონიერია. და მე დამიბარა, ხალხო გამიხსენეთ რა, მე დამიბარა წინა ხელისუფლების გამოსაძიებელმა კომისიამ დაიბარა მე. ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემს წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ისევე როგორც პოლიტიკური დევნა მედიას წინააღმდეგ, ჯაფარიძის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. კომისიის არათანამშრომელმა სიგნალზე მამუკას მესიჯი მიწერეთ და ამის გამო და ეს კომისიის მიერ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომხდარი იყოს გავსი შეწყობილება. თუ არსებობს რაიმე აქტი, რომლის მიხედვით სიგნალი დიბარეთ ყველას. არც ერთი აქტი არ არსებობს, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საკომუნიკაციის საშუალებით მიმართვას. ხო? შესაბამისად მე ვმუშაობ WhatsApp-თან სიგნალით და შესაბამისად ეს უფრო სწრაფია, მოგეხსენებათ არ ჩამოვთვლი ამ ორი აპლიკაციის ფუნქციებს და შესაბამისად მე დავუკავშირდი WhatsApp-ითაც და სიგნალითაც.
ეს წუთია დაიწყო ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც. დიდი ალბათობით ეს სხდომაც წავა იგივე გეგმით და დღის წესრიგით, როგორც იყო მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში. დღესვე გამოკითხავს ალბათ პროკურატურა მის მოწმეებს და უკვე ეს საქმეც ალბათ გადაინაცვლებს დასკვნით ეტაპზე, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს საქმეები არ არის დიდი მოცულობის და შესაბამისად რამდენიმე სხდომა რომ იქნებოდა მხოლოდ საჭირო, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ახლა როგორც ჩანს შესაძლოა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში სულ ორ სხდომაში ჩაეტიოს როგორც პროკურატურა, დაცვის მხარე, ასევე სასამართლოც. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ უახლეს მომავალში განსასჯელის სკამიდან მან უკვე ციხეში გადაინაცვლოს. თავარი რაც უკვე გააფუჭა სასამართლომ ამორიცხა ის მოწმეები, რომლებიც აუცილებელი იყო გამოცხადებულიყვნენ ამ სასამართლო განხილვაზე. ესე რომ წულუკიანი და მისი ეგრეთ წოდებული კომისიის ქართული ოცნების წევრები. ეს არის აბსოლუტურად დაცინვა კანონზე და ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდები. ეს არის კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტი, ეგრეთ წოდებული ეს კომისია, რომელიც არის კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათევლის საფუძველზე შექმნილი, არის სრული ფეიკი და რომლის ამოცანაა სხვაგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსების დევნა. ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ხალხის მომავლისთვის. ცხადია ეს რეპრესიები ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, არ გაგვაჩერებს. რვავე ბრალდებული პოლიტიკოსის საქმეები არსებითი განხილვის ეტაპზეა. ზოგიერთი მათგანი უკვე დასკვნით ეტაპზეც გადადის, მაგალითად როგორც მოგიყევით მამუკა ხაზარაძის და ბადრის ჯაფარიძის საქმეების შემთხვევაში. კვირის ბოლოს ეწურება ნიკა გვარამიას გირაოს გადახდის ვადა. მას დაანონსებული აქვს, რომ ის არაპირებს გირაოს გადახდას და დიდი ალბათობით ელოდება იგივე სცენარს, როგორც იმ პოლიტიკოსების შემთხვევაშიც, ვინც ასე მოიქცა, ნიკა მელიას, ზურაბ ფარიძის შემთხვევაშიც, რომლებიც ახლა არიან უკვე ციხეში. ნიკა გვარამიას საქმეც არის უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე და ნახავთ 13-ში არის ჩანიშნული, 13 ივნისს არის ჩანიშნული მისი სხდომა, თუმცა საინტერესო არის პროკურატურა მანამდე მიმართავს თუ არა სასამართლოს და მოითხოვს თუ არა აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად საგანგებო სხდომის ჩანიშვნას.